გამოცდილმა ხელოსნებმა იციან, რომ დღის ბოლოს ფილაზე არ უნდა გავუკეთონ კლიპსები. შემდგომ მეორე დღეს გასაგრძელებლად. რადგან მას აქვს თავისებური დეფექტები, წებო შრობის დროს გამოიტანს გარეთ ამ კლიპს და მეორე დღეს იმ შოუში ვერ დავსვამთ, რა შოვითაც მუშაობდით წინა დღეს. ამიტომ ჯობია აი ამ ფორმით, თუ არ გინდათ რომ კუთხსახეხით ფლექსით ჭრად მეორე დღეს და მტვერში იყოთ, აი ამ ფორმით შეგიძლიათ გამოასუფთავოთ და მეორე დღეს უკვე თავისუფლად შეძლებთ გაგრძელებას. არ არის ეს განსაკუთრებული და არა, მაგრამ ბევრ ხელოსანს ჭირს ეს პრობლემა, შემდგომ უკვირთ რატომ არ აჭდება ფილები. ეს კი ჩვენი სამუშაო პროცესი თუ როგორ მიმდინარეობს დაგება. დაგების პროცესის სიმარტივეს და საბოლოო ჯამში ხარისხს განსაზღვრავს პირველი ფილა და ბოლო ფილა. ეს არის პირველი ფილა და ფილის გვერდით გაჭიმული არის ძაფი, ასევე აღებული არის ზომები და ჩვენ ვიცით წინასწარ რა ზომები წავა გვერდით, პირდაპირ, როგორ იქნება მთლიანობაში ზომები განაწილებული მთელ ბინაში. ეს არის 80 კვადრატულიანი ბინა, 2 საძინებლით, 2 სველი წერტილით, სამზარეულოთი, სასტუმრო ოთახი, 2 დიდი ბალკონი და ასე შემდეგ. დაგების დროს ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ გაიყვანოთ 2 ფილა ერთდროულად სიგრძეზე. ამ შემთხვევაში თქვენ არ დაკარგავთ ზედმეტ დროს შემდეგში წარმოშობილი სირთულეების გამოსწორებაში. ეს არის უნიკალური ხელსაწყო, რომელიც 50 კმ ტვირთს უძლებს და რითაც ძალიან გაიადვილებთ ფილის დაგებას ან გაკვრას. ჩემი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაო კი დღის ბოლოს ასე გამოიყურება. მე სულხან საბა ვარ და გიზიარებ სამშენებლო სარემონტო რჩევებს.